ეხლა მე ალბათ თქვენ არით ეხლა მე გავიგე რომ რაღაცა ფესტივალს ატარებ და რაღაცა ამბავია და ხალხური პოეზიის საღამოს. ხო, და ეხლა ცოტა ნაწყენიც კი ვარ ბატონო გიორგი რომ ეხლა გამოგჩათ ისეთი ინტონაციური პოეზიის კორიფე როგორც მიხეილ ტბევარია. ცოტა ისა იმიტომ რომ ეხლა ბატონო გიორგი ეხლა ბოლო-ბოლო მთელ ქვეყანას გადაიეტო ჩემი ინტონაცია, ხო? ბრავო, მე არ მომიხდება ფოლკლორი და გრაცია? ეს მომენტია ეხლა. ანდა კოსმოსში რო გააგზავნეთ ამსტრონგი და ჩაკრულო. ჩემ ლექს რა გადაუწუნია, თვითონ აღარ ვკადრულო? უბრალოდ ჩვენი ამბავი. ვანო მე შენთან ვეკნებენ შეკითხვა. დიახ. მე ხლა შეიძლება არ მიცნო, მაგრამ თავრობიდან რომ ეძახი დეპუტატს და კანდიდატს. ერთხელ მეც რომ მომიწვიო, 10 წუთს ვეღარ ამიტა? დავიგერო. მაგარი ინფორმაცია. მაქვს თავრობაზე ასევე, თავრობაზე ძირთად მე ხლა ევროპისკენ რომ აიღეს გეზი ნაირნაირი. ნატო გინდა გააგვიროს სიმღერი და შაირი? როგორ მეგადრება? არჩევნებზე. სიები რომ წავიკითხე, მე და მეცა თავზარი, ასე გვინდა რომ მივიღოთ შედეგი უზარ მაზარი? ხოდა ეხლა ბატონო მალე თქვენ დამეკნებე შეკითხვა ერთი. ეხლა მე დიდი ხანია ვწერ ლექსებს და ძალიან ბევრი რაღაცა მაქვს გაკეთებული პოეზიაში, მაგრამ ერთი პრობლემა მაქვს რომ ეხლა ფაქტიურად ლექსები და შაირები გადავავსე რვეული. 100 ლარი ხო რა გამოუშვა კრებული კაცური. მაგითაც ახლა შეგაკეთე ბაქში გადავალ მანდ